კაპიტანო, ყავა გაგიცივდათ. Unkanis წყალით საკმარისია. მაიორ მეჯნუს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს კემალბეი. არ სვამს არავის არც ჩაის, არც ყავას, არც ჭამს, სხვის საჭმელს. უსაფრთხოების ზომების გამო? არა, პრინციპების. გულახდილად გეტყვით, თქვენი თაქვთოვანებული ვარ, მაიორო. ასია დიახ, თუ ვინმესთან ყავას დალევ, მეორე დღეს იტყვის, რომ ახლო მეგობრები ხართ, რაც არანორმალურია. მეორე დღეს ყველა ამაზე იჭორავებს. მართალი ხართ. ახალგაზრდებო, მამას ნუაწყენინებთ ერთადერთი, რაც მას უნდა თქვენი ბედნიერებაა და შვილები, რა თქმა უნდა. ღმერთმა ბევრი მოგცეთ. ღმერთმა ხნას. ესმა, შენც რა მეთქვი? ღმერთმა ხნას. გარზე ვიღაცა გაგუნებს. ვნახავ ვინ არის. აქ კიდევ რამდენ ხანს იქნებით, კაპიტანო? ჩემი საქმე არაპროგნოზირებადია, ეს თქვენ ციცით. გისმენთ, კაპიტანო. გამარჯობა, ესმაჰანი. მაიორის ნახვა მინდა. რა თქმა უნდა, ახლავე ვეტყვი. კაპიტანო, სერჟანტ ალიჯანს თქვენი ნახვა უნდა. შემოდი, ალიჯან, შემოდი. აქ უცხო არავინაა, ოჯახურ წრეში ვართ. საღამომშვიდობისა. რა მოხდა, ალიჯან? კაპიტანო, მკვლელობა მოხდა. კარგი, დანაშაულის ადგილზე წადი და ვითარება მომახსენე. მეც მალე მოვალ. კაპიტანო, მეთჰათ ბეი, ვისი მოწმეც იყავით, სასტუმროს ნომერში მოკლეს. დაჯექი. საკინე. ქორწილი დამთავრდა, გამოიცვალე. თქვენ ყოველდღე გამოწყობილები დადიხართ. მომეცი საშუალება ცოტა ხანს დავტკბე. საკინე, ძალიან საინტერესო ხარ. გმადლობ. ზუჰა. შვილიშვილებს რა ელით? რა თქვა ისემ? ერთი კვირა ან 10 დღე დასასვენებლად იქნებიან, შემდეგ კი ბავშვებს მე ჩავუყვან. ნამდვილად სტამბოლში გადადიან? ასე ამბობს. მაგრამ აიშის ხომ იცნობს, შეიძლება თქვას, რომ დაიღალა და უკან ჩამოვიდეს. ხო, მართლა, მეთათი ევროპასა და ამერიკაზე ლაპარაკობდა. ფიქრეთისგან ხომ ნებართვა აიღეს. აქ აღარ დაბრუნდებიან. არა, ასეთ მანძილზე მე ვერ წავალ. ჩემი ქმრის საფლავი აქ არის. აქ არის ჩემი სახლი და აქ მოვკვდები. ღმერთო, ასე ნუ ლაპარაკობ, ზუჰალ. სად არიან? ვინ? და-ძმას ვკითხულობ. ზეინები თავის ოთახშია იცვლის, მაგრამ რადგან კითხულობ, ესე იგი ძმა ფიქრეთის სახლში არ არის. კაბინეტშია. რა მოხდა? რატომ კითხულობ, რამე პრობლემაა? მითხარი. როცა ერთად ნახავ, მინდა რაღაც ვკითხო, ამიტომ დავინტერესდი. ზეინებ ჰანი მიმოდის. თუ გნებავთ, შემიძლია ფიქრეთ ბეისაც დაუძახო დამლაჰანიმ. როცა და-ძმა ერთად იქნებიან, შეგიძლიათ კითხოთ, რაც გინდათ. დაუძახე შვილო, დაუძახე. ჩვენც დავინტერესდით. ჩემთვის რა უნდა გეკითხათ? დამლა შენთან და ფიქრეთან კითხვები აქვს. ჯერ მე ვკითხავ. დიდემი იქ რას აკეთებდა? მე დავპატიჟე. ამას მიუხვდი, მაგრამ რატომ? არ გაწუხებს ის, რომ ამ სახლში ყოველდღე მოდის, მაგრამ გაინტერესებს ბიძაჩემის ქორწილში ვინ დავპატიჟე? ამ სახლში არ ვეპატიჟებით. თვითონ მოდის. მაგრამ შენ იქ დაპატიჟე, სადაც ყველა ვიყავით. ეს რატომ გააკეთე? დავინტერესდი, ზეინებ. დავინტერესდი, ეს მას გვერდით მდგომი ხალილ იბრაჰიმი რას იზამდა? დიდემს დაუწყებდა ყურებას, თუ ეს მას ჩაეხუდებოდა. ინტერესი დაიკმაყოფილე? პირიქით. კიდევ უფრო დავინტერესდი. ჩაის გავაკეთებ. წამოდი. რა ხდება, დამლა? რა გაინტერესებს? კითხე, გისმენ. მაინტერესებს მაგალითად შენ და ესმა გამუდმებით ერთმანეთს რატომ უყურებდით? ან მაგალითად ზეინებს ხალილ იბრაჰიმისთვის ზურგი რომ ექცია, ყოველი შეხვედრისას რატომ უცინოდა?
ზუსტად ამიტომ მკითხე დიდემი რატომ დაპატიჟე. დიდემი მოდის აურზაურს იწვევს, ამისთვის კი შენ გიყენებს. ერთი წუთით. ეს რა დაკითხვაა? დავინახე ფიქრეთ. დავინახე შენ და ესმა ერთმანეთს როგორ უყურებდით. მე აიშესაც ვუყურებდი. ყოფილ ცოლს ჩავეხუტე კიდეც და ბედნიერება ვუსურვე. რა მოხდა? ყველა ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე პასუხი შენს წინაშე უნდა ვაგოთ? როგორც შენ სასია ძმაო. კარგი ზეინებ, ასეც იქნება. მაგრამ დამლას წინაშე ვიქნებით პასუხისმგებელი თუ არა? ჩემი ყოფილი ცოლი რეკავს. თუ წინააღმდეგი არ ხარ, ვუპასუხებ. შვენივრად ვიცი რაც დავინახე. ამისთვის ორივე პასუხს აგებთ. ვისე მუქრები? ღმერთო ჩემო. სულ გაგიჟდა. გისმენ აიშე. აიშე არ მესმის. რატომ ტირი? რას ნიშნავს მოკლეს? კარგი, ახლა მე მოვალ. ძმაო? რა მოხდა? მე თათი მოკლეს. რა? ფიქრეთ რას ამბობ? დედა, ქიქებს უსაფრთხოება ვინ ჩააბარა, შენ თუ ბიძიამ? ალბათ მითათმა. უცნაურია. როგორც წესი, ქიქა ასეთ წვრილმან საქმეებზე არ ცდება. აღარ ვკითხე, რადგან მათთან ურთიერთობა არ მინდოდა. ქორწილზე რაღაც ხდებოდა. ხალილ იბრაჰიმს, ფიქრეთსა და ისკანდერ შორის, მაგრამ მეც ვერაფერი გავიგე. ლეილა? რა მოხდა? რა მოხდა, კარგად ხარ? რა გჭირს, რამე ცუდი მოხდა? მე არ ვიცი როგორ გითხრათ. კარგი, დამშვიდი, ღრმად ისუნთქე. რამე ცუდი მოხდა? შვილო გითხარი, ნუ მაშინებ. თქვი. მიწია მითათი მოკლეს. რა? ლეილა, ეს საიდან მოიტანე? სისულელეს ნუ ამბობ. ნუ მანერვიულებ. ასეთი რამ შეუძლებელია. ლეილა, ვისელაპარაკე. ეს ვინ გითხრა? დარწმუნებული ხარ? დამლა. რას ამბობთ? რას ბოდავთ, ყველა გაგიჟდით? გამორიცხულია. ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია. მითათი ჩემ გამომოკლეს. ჩემ გამომოკლეს. დედა. დედა. საინტერესო აიშეს ქორწილში რა გესაქმებოდა?
როგორ შეიძლება არ გამოწყობილიყო და ხალილ იბრაჰიმისთვის თავი არ შეეხსენებინა. თავის შესახსენებლად არ წავსულ ვარ. იქ რაღაცის სანახავად წახვედი და ვნახე კიდეც. რა ნახე? ხალილ იბრაჰიმსა და ესმას შორის არანაირი ურთიერთობა არ არის. ეს ყველაფერი თამაშია იმისთვის, რომ ფიქრეთის და ესმას ურთიერთობა დამალონ. ამას რის საფუძველზე ამბობ? და ვინახე ერთმანეთს როგორ უყურებდნენ. ეს თუ მართალია შეიძლება ჩემი გულიც კი ოდნავ გათბეს. ასე რომ იყოს ხალილ იბრაჰიმს სახეში გაარტყამდნენ, შეურაცხყოფას მიაყენებდნენ და ამის შესახებ გვეცოდინებოდა არა? მომისმინე დიდამ, საკმარისია. სხაპრებს იგონებ და თვითონვე გჯერა. გარდა ამისა გვამცირებ თითქოს არ გვენდობიან. ეს სიმართლეა. საყვარელო. რა მოხდა, სად მიდიხარ? მე თათი მოკლეს, უნდა წავიდე. ღმერთო ჩემო. კანი როგორ აიძულე ასეთი რამ გაეკეთებინა? რა მოხდა ისკანდერ? წოფტები იმის გამო რომ ვერასდროს გახდი ისეთი როგორც შენი ვაჟია? კაცი დაქორწინდა, მიემგზავრება, ჩვენთან აღარაფერი აკავშირებს, რატომ მოკალი მეთათი და ამისთვის ჩემი შვილი რატომ გამოიყენე? არსებობს სათვალთვალო კამერები, დაცვა და ყველაზე მთავარი, ლეტოს კლანი, რომელსაც შეუძლია ჩემი შვილი მიზანში ამოიღოს. არსებობს ხალილ იბრაჰიმი. ისეთი ცარიელი ადამიანი არ ვარ როგორც შენ. საჭირო ზომები მივიღე, თქვენ ყველა და მათ შორის შენს კილერს დაძდებდით. ჩემი მამაცი ბიჭი კი წავიდა და მოკლა კაცი, რომელმაც გვიღალატა. რა თქმა უნდა, ჩვენი მოღალატის ადგილი მიწაშია. არა, მიემგზავრება და ასე შემდეგ. ეგ დრო წარსულს ჩაბარდა ისკანდერ ბეი. წარსულში დარჩა, რადგან მიემგზავრება რა, ყველაფერი ვაპატიოთ? ამბობ რომ ზომები მიიღე არა? პოლიცია თქვენი ხსნა იქნება. ორივეს თუ ჩაქსვამენ, შვიდად დავიძინებ. ისკანდერ, ძმის მკვლელად ნუ მაგცევ. ოჯახის მხარეს იყავი, თორემ შენც მოკლავ. როგორ ხარ მამა? შენი სიტყვები სულ უფრო ხმამაღალია მამა. ამაოდ ნუ ცდილობ. როგორც ჩანს, შენ და მამა მილაპარაკეთ. ასე ნუ იქცევი. მამის მიმართ უპატივცემულობას ნუავლენ. ყველა მამას უნდა რომ მას დაუჯერო. შეიძლება მისი სიტყვები არ არის, მაგრამ მაინც უპატივცემულობა არ გამოავლინო. არაფერი მithქვამს. ხომართლა, შეიძლება პოლიცია მოვიდეს. შენს ბიძაშვილს არაფერი უთხრა, იმიტომ რომ ჩაგვიშვებს. ვერ ჩაგვიშვებს. ამას ვერ იზამს, იმიტომ რომ არაფერი იცის. მომისმინეთ. თუ თქვენ იმ არანორმალურის ნებას დაემორჩილებით და გადაწყვეტთ რამე გააკეთოთ, ორივეს ჩემი ხელით დაგახრჩობთ. ეს გაითვალისწინეთ. წინ აღარაფერს ხედავენ. მალე საკუთარ სისხლში ჩაიხრჩობიან და არ მინდა თქვენც ჩაგითრიონ. მე არ შემეხებიან, იმიტომ რომ არ მენდობიან, მაგრამ გამზე არ ვიცი ბიძია. შენს გეუბნები შვილო. რა მეკრა მამა? მეუბნება ქემალთან ასე და ასე მოიქეციო. სახლში დაბრუნებულს მეუბნება რომ ჩემ შვილებს ეთამაშებოდა. მეშინია, შეიძლება ბავშვებს რამე მოუვიდეთ.
მამა, ამ ბიძია სახლიდან გააგდე. ანუ გვეუბნები მისი ბრძანებები არ შევასრულოთ. ქემალის წინაშე თამაში მიწევს. ხვდები? ცოტაც გაუძელი შვილო. მოვიფიქრებ, როგორ შეიძლება აქედან გავაგდო თუ შესაძლებელი იქნება ისე, რომ არავინ მოვკლა. მოვიფიქრებ. მე არაფერი დამინახავს, ხალილ იბრაჰიმ. ხმაური გავიგონე. გამოვედი. მითათი კი იატაკზე იწვა და სისხლში ცურავდა. გამომართვი. მაგრამ მითათი მეუბნებოდა, რომ შენ გააფრთხილე, სასწრაფოდ წავსულიყავით. როგორც ჩანს, იცოდი, რომ ვიღაც რაღაცას აპირებდა. მითხარი ვინ მოკლა ჩემი მითათი. ეს ყოველი შემთხვევისთვის უთხარი აიშე. კაპიტანო, სასტუმროში ყველგან კამერებია. ვერ გაიგეთ ეს ვინ გააკეთა. აიშე, კამერები არსებობს, მაგრამ ქორწილში მოწვეული სტუმრების კონფიდენციალურობის გამო ყველა გამართული იყო. ყველა. ვის შეეძლო მითაც ასე მოქცეოდა? ვის შეეძლო ასეთი კარგი ადამიანი მოეკლა? კაპიტანო? აიშე. ძირფასო. ვიზიარებ. ვიზიარებ. შენც კი თანახმა იყავი. ბედნიერება გვისურვე. ვის შეეძლო ასე მოქცეოდა? ვის? კარგი, აუცილებლად ვიპოვით, აიშე. ვიპოვით, აიშე, შემომხედე. ვიპოვით და ყველაფრისთვის პასუხს მოვთხოვთ, გპირდები. ასე არ არის, კაპიტანო? აუცილებლად. ფიქრეთ, ბეი. აიშესთვის უკეთესი იქნება ოჯახთან თუ წაიყვანთ. ჩვენ გამოძიებას დავიწყებთ. თუ აიშე ჰანიმის ჩვენება დაგჭირდება, ისევ შევაწუხებთ. შოთა, აიშე მანქანასთან მიიყვანე. მიდი. ხელი მოკიდე. მეც მალე მოვალ. კაპიტანო, ასეთი რამ როგორ მოხდა? არ ვიცი. თქვენ უნდა გკითხოთ ეს როგორ მოხდა? მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. ის ვინც კარიდან გავაგდეთ, ფანჯრიდან შემოვიდა. დაუშვოთ ასეა. კამერები გათიშეთ. არ არსებობს არც თითის ანაბეჭდები, არც მოწმეები. და ამას როგორ დავამტკიცებ? ქორწილის შემდეგ ყველა კამერის ჩანაწერი წავშალე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მომხდარი დამემალა. აიშეს საწაიყვან. ყველა ნარგისთან შეიკრიბა. დედა ზუჰალიც იქ არის. კარგი, აიშე დატოვე და სახლში წადი. მეც იქ მოვალ, უნდა ვილაპარაკოთ. კარგი. წარმატებები, კაპიტანო. გმადლობ. ვიზიარებ, ფიქრეთ, ღმერთმა გაგმაროთ. გმადლობ. ქაანის გაკეთებულია? სხვა ვინ იქნებოდა? მტკიცებულება გვაქვს, კაპიტანო. ახლა ავდგები და ორივე შკუას გასწავლით. კამერები გათიშეთ იმისთვის, რომ ადამიანი მოგეკლათ და მერე მეკითხებით, მტკიცებულება მაქვს თუ არა? დიახ, მაქვს. მაქვს. გამატარე. ალიჯან. დიახ, კაპიტანო. ხალილ იბრაჰიმი ამბობს, რომ დაინახა. ქაანმა მოკლა. კაპიტანო, ავტოსადგომამდე მივაცილეთ და სასტუმროდან წავიდა. დარწმუნებული ვართ, რომ უკან არ დაბრუნდა ალიჯან. არა, კაპიტანო. კარგი. ახლა ვეწადით. ქაანი, ბიძამისი და მამამისი მომიყვანეთ. დიახ, კაპიტანო. კაპიტანო, მოწმე არ ვიქნები. რატომ?
დღეს ქორწილის მოწმე ვიყავი და შედეგი სახეზეა. ადამიანი მოკლეს. ახლა ვნახოთ შენ შემთხვევაში რა მოხდება. მოწმე იქნები. შენი საათი ცეცხლს აფრქვევს ძმაო. ჰაერი გაათბო, ჰაერი. რამზის სავართვი. უნდა მეთათისთვის ეჩუქებინა. ხოლო საათი წართვი. მეგონა სასტუმროს საბუთებით მოხვიდოდი. ძმაო, სასტუმროს ვერ წავართმევთ, რადგან ნარგიზია გაფორმებული. არ გამოვიდა. ვფიქრობ ის ერთი ტომარა ოქრო მოვითხოვო, რომელიც მეთათმა აიშეს აჩუქა. ესე იგი ერთი ტომარა ოქროც არსებობს? რა თქმა უნდა, ვინც ვერ მოვიდა, ოქრო გამოუგზავნა. ასევე მითათმა, ფიქრეთმა, იავუზმა. ამ ოქროს გარდა ვფიქრობ შემიძლია თითოსგან მილიონი მოვითხოვო. რა თქმა უნდა და მიიღებ კიდეც. ეს შენი უფლებაა. მიიღებ. ბიძია მუსა. ბიძია იაჰია. ცუდი ამბავი მაქვს. მისმინე, არ თქვა რომ ჩანაწერი დარჩა. ნეტავი დარჩენილიყო ბიძია. ისე გავიგებდით მაინც მეთათი ვინ მოკლა. რას ბოდავ? ვიღაც სასტუმროს ნომერში შევიდა და მეთათი მოკლა. მაგ საათით დატკბი, იმიტომ რომ სულ ეგაა რაც ამ საქმიდან შეგრჩა. შენი აზრით ჯენგიზის გაკეთებულია? ჯენგიზმა ყველა იმ საწოდავი კილერის მოსაკლავად გაგიშვათ და თვითონ ის გააკეთა, რაც უნდოდა. ბიძია, ჯენგიზი ახლა ჩვენზე გადმოვა. კარგი, მე შეიძლება რიგი გამოვტოვო, მაგრამ თქვენზე ვფიქრობ. აქედან მოშორდი. რიგი გამოტოვო. გაქრი. კარგია, რომ აქ ქორწილში არ წავედი. ჯენგიზი აქ თუ მოვა, ვეტყვი, რომ მაგ ხალხზე გაბრაზებული ვარ. ჯენგიზ შენი ურთიერთობა აინტერესებს? ადამიანს ფული უნდა. ძმაო, ფული შენგან უნდა. ფული შენ გაქვს. სიცოცხლე კი მე. გამზე ჰანემ, თქვენი ძმის, მამის და ბიძის დაკავების ორდერი გვაქვს. რა მიზეზით? თუ მოვლენ გაიგებთ. გამელოდეთ თუ შეიძლება. ვისი ბარებენ შვილო? ყველას ფერხათის გარდა. მიდი შეატყობინე, უთხარი მოვიდნენ. კარგი. ბიძია ადვოკატს დაურეკო? ამა შენი დიდი ხნის წინ მოამზადებდა, დიდი ალბათობით. ბატონო ოფიცერო, შეიძლება დაკავების მიზეზი გავიგო? მეთათ ბეი სასტუმროში მოკლეს. თქვენ დაკავებული ხართ როგორც ეჭვმიტანელები. კაპიტანო, იმ ადამიანს ხომ არ მოკლავდით, ვისთანაც ქორწილში ვიყავით. ყველა უნდა დავკითხოთ, ვინც ქორწილს ესწრებოდა და ისიც, ვინც ქორწილიდან გამოაგდეს. ნუ ელაპარაკებით, რადგან უთხრეს, რომ მიგვიყვანონ, მიგვიყვანონ. თუ ეტყვიან გაგვიშვებენ, გაგვიშვებენ. აზრი არ აქვს. ჯენგიზ ბეი, თქვენ ამ მანქანაში. გამზე, აიშეს დაურეკე. დავურეკავ, მაგრამ რა ვუთხრა? თუ არ დაურეკავ, მეტ ყურადღებას მიიქცევ. ლეილას მაინც დაურეკე. მიდი. წამოდი. აიშე საშინელ მდგომარეობაშია, შენ მაინც იყავი ძლიერი.
ძალა საერთოდ არ მაქვს. გამძლეობა გქონოდეთ. დამლა თავს ასე ნუიკლავ. ცუდად გახდები. ეს ტკივილი ყველა სახლში შემოვიდა. კიდევ რამდენჯერ უნდა შემოვიდეს? საყვარელო. დედა. ჩემო გოგონა. ასე რატომ მოხდა დედა? მოდი, მოდი. ვიზიარებ შვილო. მოდი შვილო, შემოდი. მოდი. მოდი შვილო. მოდი შვილო. ვიზიარები ევს. გმადლობ. სამზარეულოში გავიდეთ ვილაპარაკოთ. ძმაო, პოლიციამ იცის ეს ვინ გააკეთა? გამოძიება დაიწყება ჩემო მამაზო, ჯერჯერობით არაფერია. თუ რამეს გაიგებენ მეტყვიან. მარტო დაგტოვე. ძმაო, ვერ ხვდები სანამ შენ, მე და ჰალილ იბრაჰიმი ცოცხალი ვართ, ასეთი რამის გაკეთება ვის შეეძლო? ვის? იავუს. ბიძა შენს თუ დაუშავეს, ესე იგი ჩვენს დაგვიშავეს. შენ, მე და ჰალილ იბრაჰიმს გვესროლეს. ძმაო, დედა ნარგიზმა თქვა, რომ მითათი მის გამო მოკლეს. ამ საქმის უკან ისევის ხომ არ დგას? ლეილა, დედა საკუთარ ძმას არ მოკლავდა. ვერ ხედავ შიგნით რა მდგომარეობაში არიან. მიხვდება იავუს, დედა შენი მიხვდება და მერე დაიტანჯება. კარგი, ახლა ერთმანეთთან ჩხუბის დრო არ არის. განსაკუთრებით როცა აიში ასეთ მდგომარეობაშია. ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ, შემდეგ კი იმას გავაკეთებთ, რაც უნდა გავაკეთოთ. კარგი? ასე რომ დამშვიდდი. დამშვიდდი. ჰალილ იბრაჰიმა გამაფრთხილა. მითხრა, რომ სასტუმროში დიდხანს არ დავრჩენილიყავით. ტანსაცმლის გამოსასვლელად შევედი. გამოვედი და ეს უკვე მომხდარი იყო. არაფერი დაგინახავს, შვილო? არა, არ დამინახავს. რომ დამენახე იმ ადამიანს თვალებს დავთხრიდი. შეერაღებული ადამიანისთვის ამის გაკეთებას როგორ შეძლებდი? ღმერთმა დაგიფარა. ყველასთან აგიგრძნობთ მომხდარის გამო. უნდა გავიდე თქვენი ნებართვით. კარგი შვილო. ასეთი რამ სულ მე რატომ მემართება? აიშე, მომისმინე. ვინც ეს გააკეთა, დაურჯელი არ დარჩება. ბიძა ჩემი ანგელოზი იყო. არავის არაფერს უშავებდა. ის ვინც ეს გააკეთა, შეტყობინების გადმოცემა უნდოდა. კარგი, შეტყობინება გასაგებია, მაგრამ მითაც არავისთვის არაფერი დაუშავებია. ის რატომ მოკლეს?
Gelme dedim. ვეუბნებოდი არ ჩამოსულიყო. Buralara gelme dedim. ვეუბნებოდი, მაგრამ Ayşe ile Fikret. აიშე და ფიქრეთი დაშორდნენ. როგორ შემიძლია არ ჩამოვიდეო? Seni çok seviyorum. ძალიან უყვარდი. დედა. ჩემო აიშე. Kardeş karakolda. ძმაო, პოლიციის განყოფილებაში ვართ, დამშვიდდი. Sakin ol. შვიდად ვარ. ნუ იცინი, ჰალელ იბრაჰიმ. ერთხელ მაინც მოიქეცი კაცურა და ზურგს უკან ჩუმად რომ მოქმედებ. დამშვიდი შვილო, დამშვიდი. კარგი, კარგი. Hasmını გარეთ გამოდი. შენ თუ არ შეგიძლია ეს გამოუშვი, გამოვიდეს, მაგრამ ხდალივით ნუ იმალები. ama ხდალო. Sen delikanlı. გირჩევ მამაცივით შენ მოიქცე და სახელმწიფო ზურგი არ აქციო. Gel bundan. პოლიციელის თანდასწრებით გითხარი. Söyle. Gireceğim. მოვალ. Gireceğim. შენ თუ არა მე მოვალ. Ben gireceğim. მოდი. Gel gel. დილიდან საღამომდე გელოდებით. Gel de bu sefer. მოდი რომ ამჯერად ბატონებო, პოლიციის განყოფილებაში ვართ. ჩვენი საერთო ნაცნობი მოკლეს. ახლა ერთმანეთის დადანაშაულების დრო არ არის. ზუსტადაც რომ ამის დროა. Neyse. გეყოფათ, წამოდი ძმაო. Hadi. Hadi. წამოდი, წამოდი. შევხვდებით ძვირფასო. წამოდი ნუაყვები. აქეთ, აქეთ. Hadi kızına gelme artık ya. Yunus hadi. როგორც გვეტყვით, აქეთ. Bana bak Kaan. კან, ნუ ცდილობ გამოიწვიო გესმის? Karışma. ნუ ერევი, კარგი? Komutanım. კომისარო, Birileri getirdi. ეჭვმიტანილები მოვიყვანეთ. შემოდით, ეჭვმიტანილებო. როგორც წესი უფლებას არ მოგცემდით დამსხდარიყავით, მაგრამ Siz gel. თქვენს მოსვლამდე რამდენიმე ადამიანმა დამირეკა, ძალიან შემეშინდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ისკანდერი და ქანი ქორწილში წავიდნენ. მოწმეები იყვნენ და შეიძლებოდა რამე დაენახათ, მაგრამ ვერ ხვდები მე რას ვაკეთებ აქ. Hiç anlamıyorum. Yani nikah გინდა თქვა, რომ ერთ-ერთმა სტუმარმა მოკლა რა? Cengiz. Ola ki. შენი საქმეა გამოიძიო ვინ გააკეთა და ვინ არა, მაგრამ მაინტერესებს მე რას ვაკეთებ აქ. Merak ediyorum. რაში მადანაშაულებენ? Senin suçların რა გააკეთე იმის ჩამოთვლა, რომ დავიწყოთ სათვალავი აგვერევა, მაგრამ საკითხავია ამჯერად ვინ გამოიყენეთ. Komutanım. ჩემ შვილებთან ერთად ქორწილში წავედი. როცა აშკარა გახდა, რომ ზეინების გამო ჩხუბი მოხდებოდა, ალიჯან ბეიმ ყველაფერი გითხრათ, ჩემი ვაჟი ადრევე წამოვიდა. Size izah ძმას სახლიდან არ გამოსულა, Oğlum Kaan ყველა სახლში ვიყავით. abim evden hiç çıkmadı. Sonrasında hep birlikte evdeydik. ასე რომ არ ვიცით, sen kaç რომელ საათზე წახვედი კან? Allah komutanım. კომისარო, საათისთვის არ შემიხედავს. იქნებ ბიძა შენმა შეხედა. შენი ძმის შვილი სახლში რომელ საათზე დაბრუნდა? თუ მამასა და დაზე ადრე მოვიდა, მაშინ საათიც გეწოდინება. Şimdi benim ჩემ სახლში აღრიცხვას არ ვახდენთ, ვინ რომელ საათზე მოდის. bilemem ama evet. Babası მაგრამ დიახ, მამასა და დაზე ადრე მოვიდა. benim oğlum. ჩემი ვაჟი თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ სახლში დარჩა. რაც შემეხება მე, მეთათან პრობლემები არ მქონია. ოჯახები Mithat'la ერთმანეთს ხვდებით. dergisi de ასე რომ siz biz ailecek görüşürüz onlarla. soracağım. კარგი, ნარგის ვკითხავ. Ben de soracağım. Alican, ალიჯან, arkadaşlar ადვოკატებისგან ჩვენებები აიღეთ. ცოტა ხანს ჩვენი სტუმრები იქნებიან წინასწარი eşliğinde alın. მოთავსების საკანში. Birlikte misafir edelim bir süre. Emredersin. როგორც მიბრძანებთ, კომისარო? Verdik ya. ჩვენება ხომ მოგეცით? მოგვისმინე ხელი მოაწერე და გაგვიშვი. რა წინასწარი მოთავსების საკანი? Acılı არსებობს დაზარალებული ოჯახი, მეთაც ბევრი მეგობარი ჰყავდა. წინასწარი მოთავსების საკანში გაგაჩერებთ იმისთვის, რომ
რომელიმე მისმა მეგობარმა არ მოგაკითხოთ. Tehditinde bulunuyoruz. Bir şikayet რა, პრობლემა გაქვთ? Hiçbir პრობლემა არ გვაქვს, კომისარო. ისე მოვიქცევით, როგორც ne გვეტყვით. zaman ne şekilde diyorsanız biz ona itaat ederiz. Eder o. ეს მოიქცევა, დიახ. İskender. ისკანდერს ეს სისხლში აქვს. ამდენი რამ მხოლოდ იმიტომ გჭირს, რომ შენ გვერდით ვართ. Senin yanında olacağız diye başımıza gelmedik kalmadı. სხვა არაფრისთვის. ადაკი წავედით. Canım, საყვარელო, ძირფასო. ხომ კარგად ხარ? iyiyim sen? კი, კარგად შენ? ძმაო, აქვე ახლოს ვიქნებით. თუ საჭირო გახდა უკანა კართან დაგელოდები. მე შეგატყობინებთ, შეგიძლიათ შვიდად იყოთ. Hayatım, ჩემო სიცოცხლე, nasıl oldu? ეს როგორ მოხდა? ვინ გააკეთა? ქაანმა რა თქმა უნდა, სხვამ ვინ. როგორ გაბედა, როცა გარშემო ამდენი ადამიანი იყო? ამ ადამიანსაც ოდავისი მამაც ენამდვილად აქვს. ამიტომ გეუბნები თავის შორს დაიკავე. გამარჯობა. თუ რამე დაგჭირდებათ, სამზარეულოში ვარ. გმადლობ, ფელიპ. კეთილი იყო შენი მოსვლა, ძმაო. გმადლობ. კომისარმა ჯენგიზი წაიყვანა. წაიყვანა, მაგრამ არაფერი გამოვა. დილით გამოუშვებენ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ რამე მოხდებოდა. მთელი პოლიცია იქ იყო. კომისარი მოწმე. ჯერ კიდევ ვერ ხვდები ეს როგორ შეძლეს. კილერი გამომიგზავნეს, ჩვენ კი მთელი ყურადღება მასზე გადავიტანეთ და არ ვიფიქრეთ, რომ მეორე გეგმაც ექნებოდათ. ikinci bir planları oldu. ეს არ ვიფიქრეთ. მართალი გითხრა, მე ვიფიქრე. მეთაც უთხარი, რომ მალევე წასულიყვნენ, მაგრამ დააგვიანა. ძმაო, აი შენ ნარგიზის სახლში დავტოვე. როცა ნარგიზმა ახალი ამბავი გაიგო, შემთხვევით წამოსწდა, რომ ძმა მის გამო მოკლეს. Öldü diye ağzından ეს ლეილამ მითხრა. Leyla söyledi. Ben bundan გამორიცხული არ არის. Bizim peşimize düştü. დამლას კი ჩვენს თვალთვალს ურჩევნია საკუთარ დედას არ მოაშოროს თვალი. დამლა ნარგიზს ვერ გაუმკლავდება. ნარგიზის მიზანი ჩვენ ვიყავით, მაგრამ მეთათი მოკვდა. ესე იგი ჯენგისთან სავაჭროდ ისევ დაჯდება ან დახმარებას ჩვენ გვთხოვს შურისძიებისთვის. Nergis'e güven. ნარგიზის ნდობით მოქმედება როგორ შეიძლება ჰალილ იბრაჰიმ? ერთხელ უკვე ხომ ვენდეთ შენ და დედა შენი ციხიდან გამოგიყვანეთ. Esir olarak. როგორც ტყვე, ამჯერად ისე მოვაწყობთ, რომ ტყვეობიდან დაგიხსნათ ფიქრეთ. Sen beni bu ამაზე თანახმა ვარ, ამ ტყვეობიდან მიხსენი და ნარგის როგორც გინდა ისე მოელაპარაკე. დიდემმა დამლას უთხრა, რომ ეს ყველაფერი თამაშია. ამიტომ გარკვეული დროის განმავლობაში დამლა არაფერს იზამს. მაგრამ დიდემი ამ საქმეს ასე არ დატოვებს. ვისთან წავა და რა შეუძლია გააკეთოს? არ ვიცი, ამ გოგონას ყველაფერი შეუძლია გააკეთოს. ბავშვს რაც შეეხება, ამით ხელში ვერ ჩაგიგდო და ახლა ეცდება შეცდომა გამოასწოროს. ყოველთვის როცა ერთად ხართ, მესამე ადამიანი მე რატომ ვარ? იქნებ გავიდე და მშვიდად ელაპარაკოთ. კარგი იქნებოდა. საჭირო არ არის. bir karar verin da. გადაწყვიტეთ ბოლოს და ბოლოს. Abicim, კარგი ძამიკო. mesaj atmadın. ეს მასთვის შეტყობინება არ გაგიგზავნია, ნერვიულობს. სისულელი არ გააკეთო ფიქრეთ. ქემალი რამეს თუ იეჭვებს, ეს მას ტელეფონში ამოწმებს, რომ გაიგოს მის წერს. ბოლოს და ბოლოს მე ტელეფონს არ ვიყენებ. Sen de telefon kullanmaya იქნებ დროა ტელეფონის გამოყენება დაიწყო. iletişime falan. შეგვიძლია ასე მაინც ვისაუბროთ. ღმერთო ჩემო, შეგიძლიათ საყვედურები გააგრძელოთ, მე წავედი. Seninle de შენთან ლაპარაკი შეუძლებელია. მხოლოდ ერთ თემაზე საუბარი არ მინდა და ზუსტად ამ თემას არ ეშვები ზეინებ. niye ise რატომ? kız hayatında გოგო ჩვენი ცხოვრების ცენტრშია. aslında უნაკლო გეგმა შევადგინე. yapıyorum Didem Hanım. დიდემ ხანიმი კი ყველაფერს აფუჭებს. უნაკლო გეგმა ასეთია. ზეინებ საყვარელო, ჩემგან ნუწახვალ. კარგი საყვარელო, არასდროს მიგატოვებ. ან ზეინებ, მოდი აქედან გამემგზავროთ. კარგი საყვარელო, წამოვალ, სადაც მეტყვი. Sevgilim. კარგი საყვარელო. Sen nasıl ამის შემდეგ ისე იქნება, როგორც შენი ტყვი. ამის შემდეგ შენს გამო სხვა ქალზე დავქორწინდი, ამის შემდეგ რა უნდა იყოს? ეს ქორწინება ასე სერიოზულად რატომ მიიღე? ფორმალობაა და მეტი არაფერი.
სხვა ქალისგან შვილის გაჩენას არ გავს. ზეინებ, ნუ წუწუნებ. Oflama gel. მოდი ჩემთან. Seni çok sevdim. ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ. ვიცი. სამწუხაროდ მე უფრო მიყვარხარ. სამწუხაროდ? ზეინებ, ღვთის გულისათვის გაჩუმდი. როგორ? Ama bizim yukarı gel. წამოდი ჩემს ოთახში ავიდეთ. ვინმე რომ მოვიდეს? აივნიდან შემოსვლა იცი? Biliyorsun. უკან როგორ უნდა გახვიდე, იგიც გეცოდინება. Alican. ალიჯან, ტანსაცმლის გამოსაცვლელად მიმდივარ. კომისარო, თქვით რომ ჰალილ იბრაჰიმა ქაანი დაინახა, მაგრამ ჩვენება არ მოგცა. მოგვიანებით უარი თქვა ალიჯან. კომისარო, ამ ხალხის საგაჩერებას აზრი არ აქვს. მათ გამო საყვედურს მივიღებთ. მივიღოთ ალიჯან. ჯენგიზი რა შვება, ისევ თავის ძმას ეკამათება? Hala kodeste. კომისარო, როგორც მივხვდი, ქაანი ბიძა მისის გვერდით დგას და არა მამამისის. ქაანი მამამისივე ჭკვიანი არ არის. ჯენგიზი კარგად იყენებს. ისკანდერს კარგად მოეკეცით და ამით ძმასთან და შვილთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუხარდებათ. ერთხელ მაინც ჩვენც ხომ უნდა განვაწყოთ ვინმე ერთმანეთის წინააღმდეგ ალიჯან. როგორც მიბრძანებთ, კაპიტანო? Kemal'lere mi? კემალთან მივდივართ. ჩემი სახლი იქ არის. თმასველი გაქვს? Lan senin სახე დავიბანე. თან წვიმს. ლაბა და მშრალი გაქვს. თმა კი სველი. წვიმა რაშუაშია. რა მნიშვნელობა აქვს? ıslak ne eriyor? გაგიჟდი? Para ne oğlum ya? Neyse. იმ სახლში უამრავი ადამიანია. ძმაო, შენ საქმეს მიხედე. Usta göz arası. Kardeşim sen ხო, şuna baksana ya. ჩემი საქმეა ერთი ქალიდან მეორესგან წაგიყვანო. Kadının yanında იქნებ kadının yanına götür. დიდემსაც შევუაროთ რა სიტყვი. სისულელეს ნუ ამბობ და ნერვებს ნუ მიშლიოღუს. ღმერთო ჩემო. Yok muydu? მისი ძმა იქ არ იყო? Sen uzut. ღმერთო ჩემო, კიდევ დიდხანს უნდა ილაპარაკო? დიახ, ვილაპარაკებ. გეფიცები რომ ცოდნო და ასე მოიქცეოდი, არაფერ შეგატყობინებდი. თუნდაც ქემალი მოსულიყო. Kemal bile olsa. ვიცი, ამასაც იზამ ძმაო. Onu da yapar. ალბათ ძალიან გაგიხარდა, როცა ლოყაში გამარტყეს. Of sevin. დიახ, გამიხარდა. იმასაც გეტყვი, რომ მხოლოდ მაგ ერთი გარტყმით ვერ გადარჩები. Yırtamazsın o işte. Ya bundan sonra sen ამის შემდეგ არ წამიყვანო და არ წამომიყვანო, კარგი ძმაო? ya da შრალით მithმოდი, ძმაო. başını kurula öyle gel. Oğlum თმა სპეციალურად არ გავიშრე, ხმა რომ არ გაეგონათ. დაკმაყოფილდი? ღმერთო ჩემო.